საათზე უყურებთ მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო და დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ იმ დაკავებებზე, მასობრივ დაკავებებზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციული წესით ხორციელდება ბოლო დღეების განმავლობაში და დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება ბორის ჩელეყურუა, რომელსაც მადლობა მინდა გითხრა პირველ რიგში სტუმრობისთვის და ასევე მადლობა იმ ჩართულობისთვის, რომელიც ჩვენი მხრიდან ხორციელდება და რომელს მუდმივად მზად ხარ დაიცვა თითოეული ადამიანის ინტერესი სასამართლოში. სალამ კითხვით გადმოვალ, ზოგადად სტატისტიკას მინდა შევეხო, თუ რა ხდება ამ დღეების განმავლობაში სასამართლოში და რას მოყვა ზოგადად ეს დაკავებები. როგორც ვიცით, არალეგიტიმური პარლამენტის მხრიდან განხორციელდა ეგრეთ წოდებული ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივად განხორციელდა საპროტესტო უფლების პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობის კრიმინალიზება და გზის გადაკეტვის, ასე ვთქვათ, შემთხვევები გახდა ჯერ ადმინისტრაციული წესით დასჯადი, რომელიც უკვე პასუხისგებლობას ითვალისწინებს პირდაპირ ადმინისტრაციულ პატიმრობებს და მეორე ჯერზე უკვე ხდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა სწორედ იმიტომ, რომ რეჟიმის მხრიდან მომხდარიყო პროტესტის გაუქმება და რუსთაველის პროტესტის გატეხვა, თუმცა გასული დღეების მიუხედავად ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები მუდმივად დგანან საპროტესტო ფორმატში რუსთაველის გამზირზე და ხდება ასევე რუსთაველის გადაკეტვა. რა მოიტანა ახლა ამ კანონმა, რომელიც ამოქმედა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, მოიტანა ის, რომ ფაქტობრივად 19 ოქტომბრიდან დღემდე 115 ადამიანი არის სახდელდადებული და ფაქტობრივად 90% შემთხვევაში გამოყენებულია სწორედ პატიმრობები, ადმინისტრაციული პატიმრობები. განუკითხაობა ხდება სასამართლოში, განსაკუთრებით მაშინ, თუ კი ადამიანები შეჰყავთ ფაქტობრივად მასობრივად, ასე ვთქვათ, რამდენიმე ათეული ერთდროულად. ამ დროს სასამართლო გამოსულია მწყობრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეღარ ახდენს საქმეების მიდევნებას და ხდება სრული ქაოსი. ამ ყველაფრის ფონზე ბოლო, ასე ვთქვათ, მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ დაკავებები ათეულობით ადამიანის ერთი და იგივე დროს აღარ ხდება, მაგრამ 3-4 ადამიანის გატაცება თუ დაკავება ყოველდღიურად ხორციელდება რუსთაველის გამზირიდან იქნება ეს თუ ადამიანების საცხოვრებელი ადგილებიდან. აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ. პირველი ჩემი კითხვა იქნება აი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, რატომ დასჭირდა ოცნებას აღნიშნული ცვლილებების განხორციელება და რა მოიტანა ამ ცვლილებებმა. ჯერ პოლიტიკურ ნაწილს შევაფასოთ და სამართლებრივზე უკვე გადავალ მომდევნო კითხვებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მადლობა შენ რომ მენეჯმენტი მომსაგიჟეთ და ცდილობ რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს დაცვის და ადვოკატის გარეშე და ყველა მიგზნოს რომ ეს პროტესტი არ არის. ჩვენ ხოცებს არ გავართ იქ რომ ვიღაცას კანონთან პრობლემა იქნება, ყველა მიატოვეს და Facebook-ზე ფოტოებს შლიან და ჩვენთან პირიქით არის, შეიძლება ვიღაც არ ეთანხმებოდე და შენ საერთოდ არ მოგწონდეს, მაგრამ როცა აი კანონთან პრობლემა იქნება და სახელმწიფოს პრობლემა იქნება, მე უკვე ყველა ცდილობსო დაეხმაროს და მარტო არ დატოვოს. ნუ ცვლილებების აზრი საბოლოო ჯამში ალბათ ის იყო რომ პროტესტი გაეტეხათ და ეგრევე უნდათ რომ კაცრი მიდგომა ყოფილიყო ამ შემთხვევაში, მგონია რომ არასწორად მოიქცნენ და ჯარიმა უნდა დაეტოვებინათ როგორც სახდელის სახე და მე შეიძლებოდათ რომ გაეგზელებინათ დღეში 20 ადამიანის დაკავება, იმიტომ რომ იზოლატორები აღარ იქნებოდა გადავსებული და ამ შემთხვევაში თუ პატიმრობა არის საჭირო იმისთვის რომ პირი სახდელდადებული იყოს და შემდეგი შემთხვევა უკვე გადავიდეს სისხლის სამართალში, ამისთვის ჭირდებათ აუცილებლად პატიმრობა და შესაბამისად უკვე რესურსი როგორც ჩვენ თქვი ამოწურვადია როგორც სასამართლოს ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს და იზოლატორებს ხო რაღაცა ქეფი აქვს ისიქეთაც უკვე ადამიანებს ვეღარ სვამენ და ჩვენ უყურებთ ხალხი დააკავეს და ფოთში წაიყვანეს და ფოთის იქით ზღვა არის უკვე, ანუ მეთქაში ძალიან გაუჭირდათ საბოლოოდ. ალბათ უშლით ნერვებს ძალიან ის რომ ყველაფერი მისი გონიათ რა ამ ქვეყანაში, საერთოდ ყველაფერი და ვიღაც ადამიანები გამოდიან ქუჩაში და ისეთ რაღაცებს რომ ამბობენ, ისე გაგონებას არ უნდა და ისეთ რაღაცებს რომ აკეთებენ, რაც ესენი უნებიან რომ არ გააკეთოთ და კანონებს ცვლიან, ამ შემთხვევაში ძალიან უშლით ეს ყველაფერი ნერვებს და უნდათ რომ სიტუაცია დახატონ ისეთი თითქოს ყველაფერი კმაყოფილია, ვიღაც შეიძლება უკმაყოფილო, მაგრამ იმდენად არა რომ ქუჩაში გამოვიდეს და რაღაც
ხმა მოიღოს და ხმა მაღლა რაღაცებს ილაპარაკოს და შესაბამისად კონკრეტულად ერთი რუსთაველის პროტესტისთვის ადგენ და 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის ისეთ სიტყვები წერია, რა ვიცი ხა ადამიანს შრომითი კოლექტივი მაგალითად სადმე თუ არსებობს, არ ვიცი მაგ კოდექსის გარდა და სპეციალურად კანონი შეცვალეს ერთი კონკრეტული პროტესტისთვის, რაც ნუ მინიმუმ იმის გამოხატულება, რომ იქ ადამიანები რასაც აკეთებენ, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იმას აღწევენ, რომ ნერვები მოუშალონ ხელისუფლებას და იმას აღწევენ, რომ იქ ვიღაცები მაგალ ფიქრობენ, აი ეს ხალხი როგორ გავტეხოთ. მე კი გამოდიან და კი ამბობენ, ხა 50 კაცი და 20 კაცი კეთავს ქუჩასო, მაგრამ თუ აი იმ სტატისტიკას დაუბრუნდეთ მინიმუმ, რაზეც შენ ლაპარაკობდი, მათი რიცხვებითაც კი უფრო მეტი ადამიანი. კი, სტატისტიკა თავიანთ მონაცემებთანაც წინააღმდეგობა მონაცემებთან არა, პრინციპში თავიანთ ასე ვთქვათ იმ ტყუილებთან, რომ დეზინფორმაციასთან რომელსაც ავრცელებენ, მოვიდა წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ ნარატივი ჰქონდათ ესეთი, რომ სულ 50 ადამიანი კეტავდა რუსთაველს და ჩვენ ხედავთ, რომ 115 ადამიანი არის სახდედადებული და ამის მიუხედავად ასობით ადამიანი ისევ დგას და რუსთაველი ისევ იკეტება. აქ ალბათ სწორედ ამიტომ არის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ ის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემით 60-მდე ადამიანი იყო დაკავებული და ფაქტია, ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია და გვაქვს ჩვენ აღრიცხული 115-მდე არის ასული, თან იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც შესახებაც ინფორმაცია ჩვენამდე მოდის და რომელსაც ვიგებთ, ხო და ესე საზოგადოებაში ტრიალებს. ხა რომ დაუბრუნდეთ სამართლებრივ ნაწილს, ხო? შენ გადიხარ პროცესებზე და იცავ აქტიურად იცავ ამ ადამიანების უფლებებს. გარდა იმისა, რომ თვითონ კანონია აბსურდული და კონსტიტუციასთან არის წინააღმდეგობაში მოსული, იმიტომ რომ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით აღიარებული ერთ-ერთ ძირითად უფლებასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან, თვითონ საქმეები რამდენად არის მომზადებული და პროცესუალურად აი საპროცესო უფლებები არის თუ არა დაცული, ხო? ანუ ორ ნაწილად მაქვს კითხვა. საქმეები რამდენად მომზადებულია და მტკიცებულებები დევს, ეს ერთი და მეორე, მაგალითად რამდენად ეძლევა შესაძლებლობა მხარეებს თვითონ წარმოადგინონ თავის დაცვისთვის აუცილებელი მტკიცებულებები. მაშინ ორ ნაწილად გავყოთ ეს შეკითხვას და ორ ნაწილად იყოს ერთი იმ ადამიანის ეხება, ვინც მაგალითად დღეს რო გზა გადაკეტა და ზეგრო დააკავებენ, ამ შემთხვევაში უმეტესობისთვის მომზადებული აქვს кейსი და აქ არ არის საჭირო მოწვევა პოლიციელი, ძირითადად მოაქვს ორი მოწოდების ვიდეო, რომ მოწოდება მართლა განხორციელდა და პლუს ვიდეო კადრი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეს კონკრეტული პირი ჩანს. ამ შემთხვევაში ხვდებით იმას, რომ საქმეები მომზადებული აქვს მეტნაკლება და რაღაცები არ ერევათ. კი იყო შემთხვევები, როცა ელიაშვილის საქმეზე მაგალითად სხვისი საქმის ასალე მოგვიტანეს, სადაც ნუ სახელი ემთხოვდა, გვარი ემთხოვდა, დაბადების წელი ემთხოვდა, მაგრამ მამის სახელი არ ემთხოვდა, თვე არ ემთხოვდა, რიცხვი ანუ ვიღაცამ ეგრე კარგად არ ჩახედა და მაგაზე არ იმუშავა. მაგის მერე ორჯერ გადადის პროცესი, მოსამართლე იხოცება, რომ ვიდეოც მოიტანეთ, მაგრამ ვიდეო არ აქვს, იმიტომ რომ ბუნებაში ფიზიკურად ეს ვიდეო არ არსებობს. მეორე ნაწილია, როცა აი მასობრივად იწყებენ ადამიანებს დაკავებას, დღეში 30 ადამიანს როცა აკავებენ და მე ყველაზე არ შევამდგომავენ იმაზე, რომ 48 საათამდე გაიზარდოს დაკავების დრო და ეგრევე უნდათ რომ შეუშვან, იქ უკვე სრული ქაოსი ხდება. ამ შემთხვევაში თუ დამატებულია მუხლად კანონური მოთხოვნის დაუმორჩილებობა და სიტყვერი შეურაცხყოფა, აუცილებლად პოლიციელები უნდა მოიყვანონ მოწმებად, მოწმე პოლიციელები პრაქტიკიდან ორნი არიან ხოლმე, პირველი მოვა რაღაცა სიტყვის, მეორე მოვა საერთოდ სხვა რაღაცა სიტყვის, ამ შემთხვევაში მტკიცებულებათა სტანდარტი რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პირს ადმინისტრაციული სახელი დაედოს, მოსამართლე ამას ხედავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ხედავენ, კრიმპოლ აი ყველა ხედავს ამ ყველაფერს დამსწრებით ხედავენ, რომ ორი ადამიანი სხვადასხვა რაღაცას ლაპარაკობს, რა თქმა უნდა ჩვენც თუ ახერხებთ და თუ ასწრებთ მოწვევები მიყავს, მაგრამ საბოლოო ჯამში სასამართლო ყოველთვის ადმინისტრაციული ორგანოსკენ იხრება. იმ საკითხზე რო გადავიდეთ, რასაც ქვია, ანუ რამდენად არის უფლება და სულ რა თქმა უნდა არის. ხა ამდენით რო ადამიანს დააკავებენ და 2 საათზე რომ მიიყვანეს სასამართლოში და მოსამართლეს თანხმობა ადვოკატთან არ აქვს კომუნიკაციის შესაძლებლობა, სტრატეგიას ვერ დაგეგმა, ადგილზე პროცესზე თუ მოითხოვ შუამდგომლობას, რომ გადამიდერო, გავეცნო საქმის მასალებს და წარმოვადგინო ალტერნატიული გამორიცხულია. მე არ მქონია, მე არ ვიცი ასეთი შესაძლებლობა, რომ 20 წუთს მოგცემ ხა და მიდი ვიდეოს უყურე და რაღაც უყურე და 20 წუთში უნდა წაიკითხვა რაღაც ამ სისქე რაღაცა, საიდან უნდა მოიტანო ვიდეო და საბოლოოდ თითქოს მე როგორი განცდა მშევ, იცი რომ ვითქვა ეს არაფერი არ არის ეს ადმინისტრაციული პროცესი რა არის ხო ორი კვირა ციხეში უნდა ჩაჯდე მაქსიმუმ მიდი უცებ ჩქარა გავაკეთო. თან ძიმესი ფორმა თავისუფლების აღკვეთაა შედეგად. ხო ანუ პატიმრობას იღებს ადამიანი 15 დღე ხა არის სერიოზული სახდელი ადამიანის ვიღაცები თავენ ცხოვრას ორი კვირით წდებიან საერთოდ სხვაგან მიდიან არაფრისთვის ანუ მათი ქმედება სამართალდამცავების ნიშნებს საერთოდ არ შეიცავს და არავინ არ გვაძლევს იმ საშუალებას რომ ჩვენ აქედან მტკიცებულებები მივიტანოთ.
დიდად ეხლა მტკიცებულების აქედან მივიტანთ და რაღაცა იქ იქნება შედეგი და მოსამართლე იტყვის კი თქვენ მართლები ხართ ადმინისტრაციული ორგანო ცუდია და ტყუილებს გაბრალებთ ასეთიც მგონია რომ არ ხდება და იმ მცირე რაღაცას თუ ნახავენ აი რაღაც ვიდეოში თუ იქნება კონტური კონკრეტული ადამიანის რომელიც აი რუსთაველზე ფეხს ყოფს აი უკვე სასამართლოს საკმარისია იმისთვის რომ ადმინისტრაციის სახელი დაადოს ამ შემთხვევაში ერთი კარგი რაც არის ის რომ ვიდეოს ითხოვენ ახლა იმენა ქუჩის გადაკეთვასაც ქვია ვიდეოს ითხოვენ იმიტომ რომ პარლამენტის მიმდევრად ბევრი არის და ტელევიზიაში იღებენ და ვიდეოები მოიტანესო მაგრამ უკვე რაც დამხეცებული აქვს ჭალებში არის სიტყვიერი შეურაცხყოფა და აქ ფიზიკურად შეუძლებელია წინააღმდეგობა მოიწვიოს. არის გადაკეთვა და არა აქვს ამის მტკიცებულება დაუმორჩილებლობას ეტავებიან ხო მაგრამ ამის დადასტურება ფაქტობრივად შეუძლებელია. ხო სხვათა შორის ცდებიან და ეხლა მგონია რომ მაგას გააკეთებენ 73-საც ჩაუწერენ იმიტომ რომ მარტო ქუჩის გადაკეთვა თუ არ და ვიდეო თუ არ მოგაქვს იქ უკვე სასამართლო შეიძლება დაგავალოს ვიდეოს მოტა ეხლა ვნახოთ ელიაშვილის კეისი როგორ დამთავრდა მგონია რომ ვიდეოს აი ეს კეისი მინდოდა მე თქვა ზუსტად რომ ტენდენცია გამოიკვეთა აი შენც გაქვს ესეთი საქმე და კიდევ რამდენიმე საქმე არის რომელიც ორჯერ გადაიდო იმიტომ რომ საქმეში მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს წარმოდგენილი და ორჯერ გადადება რა საჭირო ხო, ანუ ამ დროს მოსამართლემ ნორმალურ მოცემულობაში მტკიცებულებების არ ქონის გამო უნდა შეწყვიტოს საქმე და თქვას რომ ადამიანს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ეს სამართალდარღვევის მოსამართლე უთხრა და პირდ მე ვიშვანგομαι როგორც სომა დაიწყო ვიშვანგομαι რომ წარდგენით მიმართეთ მეთქი საკონსტიტუციო სასამართლოს მეთქი რაზეც არ მიმართა მე და თქვენ მიმართეთ თუ მე ვიშვანგομαι რომ გადავდოთ იმიტომ რომ თან უთხარი რომ ესე უთხარი რომ მე კი არა ადმინისტრაციულ ორგანოს მეცით დრო მეთქი რა რომ რაღაც ფიქრობ მომენტავს მინიმუმ ჩემი მარწმუნებლის სახელზე რაც არის ის კონკრეტული დოკუმენტები რომ მომენტავს არაო გავაგზავნეთ განხილვა და მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე რომ მივედით უკვე მოსამართლე გავიდა ტექნიკური შესვენება იყო და რო შემოვიდა თქვა რომ არ არისო აქ ვიდეოს უყურე და ეს კაცი არც დაფიგურებს და წაით ახლა ვიდეო მოიტანეთ. თქვა ვიდეო ერთი კვირა მოვიდნენ. ნუ დავიწყე ლაპარაკი იმით რომ თქვენ ხო უთხრათ ვიდეო რომ უნდა მოიტანეთ მე ჩემს არაფერი ასლი არ მომცეთ ახლა უყურებ რომ ვიდეო არ აქვს მოტანილი მეთქი და რა ხდება ერთი გამარკვევით თქო რა. ახლა ძალიან კარგად მახსოვს რომ რა ხდებაო ეხლა რაღაცა კიდე დავიწყეთ რაღაცების ლაპარაკი მტკიცებულებათა გამოკვლევაში შევედით და მე უთხრა რომ კიდევ ერთხელ გავალებთ რომ მოიტანოთ და 7-მდე გადადო და რა ვიცი ახლა 20 ჯერ რომ დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს რაც არ არსებობს იმას ვერ მოიტანენ რომ ამ შემთხვევაში ხა დასული ადამიანები მიდიან იქ რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს და თავიანთ საქმეს ამბობენ და იქ ხა არავინ არ დადგება და ვიდეოს რა ჩვენებენ შუა ქუჩაში დგას იმას არ ეტყვის რომ მე არ ვარ და სხვა არის და ესეთ რაღაც ადამიანები მაგას აღიარებენ მაგრამ ამ შემთხვევაში როცა პლუს ადამიანს რო არაფერი არ გავუკეთეთ ტროტუარიდან რო წაიყვანს თან ჩანს ჩვენ გვაქვს ვიდეო მიტანილი მისი მეუღლე არის მოწმენდი ვინც ამ ვიდეოს იღებდა რომ ჩანს როგორ დააკავეს ტროტუარი და უბრალოდ სირცხვილი ამას იძახდა მეორე მხრიდან პოლიციელები გადმოირბინეს და სირცხვილის განახება ხა შენ და წაიყვანს ამ სირცხვილის ყვილისთვის ჩასვის ადამიანის ციხეში და ეხა უნებია რომ შენ გზა გადაკეტილიო და თან აძალებს მოსამართლე ადმინისტრაციულ ორგანოს რომ მოიტანოს ვიდეო რომელიც ბუნებაში არ არსებობს ყავთ ორი მოწმე რომელიც გონია რომ დაადასტურებს რომ ეს ადამიანი ქუჩაში იდგა და საბოლოოდ მაინც მივიდა შედეგში არ უჭირთ კი სადაც არ უბრალოდ იმაზე იმოქმედებს რა ანუ ეხლა რა თქმა უნდა სახედ მაინც პატიმრობა იქნება ალბათ სახდელის ზომაზე იმოქმედებს და 3-4 დღეს მიურჩიენ და ეს პატივისცემა ჩაუთრიან რომ ეხლა ორი კვირა რო არ მოგისაჯეთ ალბათ საბოლოო ჯამში ესეთი შედეგი დადგება მაინც ჩელე, ანუ რას ფიქრობ, ზოგადად გვაქვს თუ არა, ანუ სამართლებრივ პროცესთან გვაქვს საქმე, თუ პოლიტიკურ პროცესთან, აი ამ ტიპის საქმეებზე, რაც სასამართლოში შედის და რაც ხორციელდება, აი ჯაჭვის პირველივე ეტაპიდან რო დავიწყოთ, ადამიანს აკავებენ, ისე რომ არეუბნებიან რომ დაკავებული ხარ, გადაყავთ სადღაც რომელიმე სამართლოში, ამ დროს კომუნიკაცია შეზღუდული აქვს ყველასთან და მათ შორის არაძლევენ შესაძლებლობას რომ ადვოკატს დაუკავშირდეს, არავინ არ იცის სად არის ეს ადამიანი იმ მომენტში და მე უბრალოდ ჩვენ ველოდებით სასამართლოში საქმე რო შემოდის, აი ჯერ მთელი დღე ვაკონტროლებთ შემოდის თუ არა და შემოდის თუ არა 5 წუთში შეიძლება უკვე სხდომა დაიწყოს ისე, რომ ადვოკატი ფიზიკურად ვერ მოასწროს მისვლა, ხო? შენ ორდერი არის მოსამართლეთან შენც არ დაგირეკავს და უნდა ირბინო ზემოთ ქვემოთ და ჩაიხედო რომ სადმე ხო არ არის კიდე კაი რომ მე-6-ზე არ ატარებენ იმას და პირველ სართულზე პატივცემენ რომ მარტო პირველ სართულზე არის თორე ამის შემდგომ შემოდის მოსამართლე ანუ მტკიცებულებების დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამბობს რაღაცა შესაძლო და უკმაყოფილებს იმას. აი რასთან გვაქვს საქმე? ანუ პირველივე ნაწილიდან მე თუ შენ გაგავები, იმიტომ რომ აქვს პოლიტიკური ინტერესი შენ და იქ უკვე წდება ყველანაირი სამართლიანობის მიღწევის ინტერესი და რა პიროვნების აღზრდაზე უნდა იყოს იქ საუბარი და რა ადმინისტრაციულ სამართალზე მე თუ მაქვს კონკრეტული ინტერესი და შენ ეს სახელი დაგიდო. სამომავლო მიზნებისთვის მე რო არ გამოხვიდე სისხლის სამართალში რო გადავიდეს და ასე შემდეგ. ანუ ადრე ხა მაგალითად სახალხო დამცველის აპარატი როცა მე ნაკლებად მუშაობდა, მახსოვს რომ 21 წელს დამაკავეს მთელი დღე ხო რაღაცა არა ადამიანურ პირობებში ხარ გციო და გშიო და არ ვიცი ხრა უნდა გექნა უბრალოდ ხა
კაცები ვიყავით ხო ერთი მარშრუტკა გატენილი და მაგაზე წუწუნს ვარ დავიწყეთ, მაგრამ ბოლოს მახსოვს აი სადმე რომ უნდა შევესახლებინე და არსად ადგილი არ იყო, ისო მარშრუტკას ჩაგუსხეს და წაგუყენეს ტყეში, 4 კაცი ვიყავით ქვედარში, მე ბაჩუდოლიძე და 2 ადამიანი ვიყავით და ფარები ჩააქრეს და ტყეში ვიყავით შუა და მე როგორც გავარკვიეთ სახალხოდამცველი გვეძებდა და ეგრე დაგმალეს ტყეში სამარშრუტო რაღაცა იმაში, ფარები ჩააქრეს და გვეგონა რომ დაგხოცავდნენ. ეხა პოლიციას ვუთხარ რომ მე ჩემი საფლავის გათხრას არ ვაპირებ თქო თაღლილი არ მინდა სიკვდილი მითქირა და ეხა კიდევ უფრო გამარტივებულია საქმე, ვინ გეძებს, ეს იყო 2021 წელს არჩევნების მერე. და 59 კაცი დაგოკვეს მაშინ აქციაზე რა. და ნუ ეს პრაქტიკას უქონთ, მაგრამ რაღაცები ყოველთვის იყო ხელი შემშლელი. ეხა კონკრეტულად არა ააწყეს რა, არავის ტყეში წაყვანა არ არის საჭირო. მიიყვანენ მთავარი სამართალში, იცი რომ ჩვენ ცოტა რესურსი გვაქვს და წავალთ და სასამართლოში დაველოდებით, იმიტომ რომ იქ რომ მივიდე, აქ შეიძლება ვიღაცა მოიყვანო, უპატრონოთ და უნდა ირბინო წინ და უკან და უნდა ეძებო და საბოლოოდ ნუ მოსამართლე ხვდები რომ არ არის რა, სამართლე ანუ ადმინისტრაციულ ორგანოს ხარის არის ერთ ორგანიზმად წარმოვიდნენ ამ ყველაფერს და იქ ყველა ხედავს რომ რაღაცა თამაშობენ ხოლმე რა, რომ აი მას არ დაგიკმაყოფილებ, ამას დაგიკმაყოფილებ, მე ჯერ არ მინახავს რომ ას ვიდეო მტკიცებულება მოიტანეს, რომელიც საერთოდ არაფერი არ იყო და ვეუბნები რომ არ ჩავდოთ ეს საქმეში არაფერი არ არის, ნუ არა. ადამიანი მოიყვანეს, რომ იცი შენ ზეკეისი ხო, შენ გეუნებოდი პარალელურად, რომ დაკავების ოქში დაკავების დრო არ წერია. და ვეუბნები მოსამართლეს, რომ თავარი ინფორმაცია არის, სახელი გვარის, მე თავარი ინფორმაცია როდის დაკავეთ. მეტი არაფერი შემჭირდა დაკავების ოქი. დაკავებული რომ ხედავ, ხელმოკლევით შემოიყვანეს კაცი. და დაკავების დრო როდის არის, როდის უნდა დაიწყოთ, ეხლა რო გამოაცხადეთ გადაწყვეტილებას მეთქი და თუ პატიმრობა იქნება, საიდან დაიწყეთ მეთქი 1000 და მოიტანა სატელეფონო ჩანაწერის ოქმი, შენასამართლოს ამისო რო დავაკავეთო, მე დავურეკეთო. და შუაში რა მანძილი იყო მეთქი და კაცი შვილი ვერ მეუნება. და რატო უნდა ჩავდოთ საქმეში და ხო განსხვავებულია მომთხარი დაკავების ოქმი და სატელეფონო ოქმი. შენასამართლოს წარმომადგენელი მეთანხმება, მოსამართლე მეთანხმება რომ განსხვავებულია, მაგრამ მაინც ჩავდეთ საქმეში. და დაკავების დრო დაურიცხეთ ეს. და ვერ ხვდები ანუ ამ შემთხვევაში რა უნდა გავიქ თან არ მინდა ხა როგორც ადვოკატს არზევენოკი უნდა იყო იქ და რაღაცა გააკეთო და უბრალოდ იჩხუბო შენი ჩხუბისთვის და საბოლოო ჯამში შედეგი არაფერი არ იყოს თუ თანაგზნობისთვის უნდა იყო ანუ ადმინისტრაციულ პროცესში სადაც პოლიტიკური ინტერესია გონია რომ მართლა საშინელი შეცდომა თუ არა დაშვებული ახორციელებს იქ ორ ფუნქციას. ერთი არის მორალურ ფუნქციას, რომ მარტო არ არის აი იმ წუთას იქ დაკავებული და მეორე არის ის, რომ სწორი ჩართულობით ერთ-ერთი რაც შეიძლება მიიღწეს 14 დღის ნაცვლად 3-4-5 დღე მოხდეს ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება. იმიტომ რომ არანაირ სამართლებრივ პროცესთან ჩვენ არ გვაქვს საქმე და შესაბამისად ადვოკატის როლიც გამოირიცხება თუ კი რა თქმა უნდა სამართალთან და სამართლიან სასამართლოს ფუნქციასთან არ გვაქვს არანაირი მნიშვნელობა. სასამართლოს რო პრობლემები ქონდა, დიდი ხანია ვიცით, ხო? სად ხედავ გამოსავალს? ანუ სასამართლოს პრობლემა ჩემი აზრით არის ფუნდამენტური პრობლემა და მათ შორის ჩვენს მენტალობაში გამჟდარი რომ არასოდეს არ ქონია სასამართლო, რომელიც იყო აი სამართლიანი ყოველთვის ამ ქვეყანაში ყველას აი მე მხოლოდ სისხლის სამართლის ნაწილზე არ მაგრამ სამოქალაქოს ნაწილშიც კი ადამიანს ეზიზღებათ სასამართლოსთან ურთიერთობა. ჯერ ერთხელ გაურკვეველი არის, რთული არის, ძვირი არის, ვერ იგებ და თან გეშინე, იმიტომ რომ იცი რომ აქ ვიღაც შეიძლება მოწმენ შევიდეს და 15 წლის მერე გამოვიდეს უკან. ანუ საბოლოო ჯამში ხვდები რომ იქ რაღაცა ისეთი ხდება რაც ჩვენთვის გაუგებელია და თან არა გაქვს იმის წმენა რომ მართალი კაცი იქ სიმართლეს იპოვეს, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს ვიღაცა ვისაც შეუძლია რომ გავლენა სასამართლოზე მოახდინოს და თითქოს რაღაცა შევეგუით ხო ადამიანები ამ ყველაფერს ეხა ქირურგი რო სისხლს ეჩვევა, ადვოკატები ისე არიან, მაგრამ ყველაფერს მიჩვენენ, მაგრამ ხანდახან ამჩნევ ადამიანს, ეს მეგობრები რომ მოდიან, ეს პირველად არიან პროცესში, აი როგორი გაუცება აქვს, ისე კი იციან, რომ რა თქმა უნდა ხდება და რომ სამართლიან სასამართლოს არ ჯერათ, მაგრამ ამას როცა ეჩეხები, როცა შენი თვალით ხედავ რაღაცას, რასაც არც იურიდიული განათლება არ ჭირდება, არც 7 წიგნის საკითხი არ ჭირდება. ელემენტარული ლოგიკა არის, ორი კაცი რომ მოიძებს სხვადასხვა შრომობს და ის რო იძახის მე რომ თანმიმდევრული იყო, მაგაზე რომ პირსაღებ რომ შენი უშნასაც ვერავინ არ აძლევს ახლა ამ კაცს რომ თანმიმდევრულს როგორ ამბობს ორ სხვადასხვა ჩვენებაზეო და ამ შემთხვევაში გამოსავალი ხელისუფლების ცვლილების გარშემო სასამართლოს არაფერი არ შეიძლება და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ხა ჩემი ხმარწმენით რატომაც უნდა ქართულ ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა ერთადერთი მთავარი რამისთვის რომ მურვისძე და ჩინჩალაძე მოაშოროს სასამართლოს და ყველა დასანქცირებული მოსამართლე უბრალოდ გააგდოს რომ საბოლოო ჯამში მე ევროპელებთან მივიდეს და უთხრეს რომ რა გინდათ ახლა კორუფციონერი ვინც იყო ციხეში გაუშვი ასე შევცვალე ყველა საკონსტიტუციო უმრავლესობა მაქვს აი დასანქცირებული მოსამართლეები არ არიან და მე ამით შეეცადოს რომ ვიღაცას დააგისო იმის იქეთ მუხლის ამოღება რომ უნდა კონსტიტუციიდან არაფერს არ უშლით ეგ მუხლი კაციშვილი მაგის მომკითხავი არა საკონსტიტუციო სასამართლო არაფერს მომკითხავი არა ერთადერთი რამის სჭირდებათ რომ სასამართლო კლანი გაწმინდა ეხლა სასამართლო კლანს რომ რაღაცა ის კონდეს ჩვენ უნდა გვასაპორტდეს პროტესტს როგორც კი პროტესტს მოკლავენ მორჩება მაგ ხალხის საჭიროება ამ ქვეყანაში სასამართლო კლანი ჭირდება მას ვისაც უნდა რომ ესე კონვეიერი
ნებერული წესით ადამიანები ასამართლოს და წერლები, კომედიანტები, ექიმები ციხეებში გაუშვეს, თორე იმის იქით არაფერი თუ არ ხდება და პოლიტიკური ინტერესი თუ არ ამაქვს სასამართლოში, ხო? იყოს დამოკიდებულებაზე რას მიშლის კერძო პირები ერთმანეთში რას გააკეთებენ და ეხა სახელმწიფო ბრალდება მართლა დამნაშავესთან მივიდა იქ რას გააკეთებს იქ შეუძლიათ რომ მართლა კარგი სისხლის სამართლის პოლიტიკა გაატარონ რა ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მოსამართლეები ჩვენს მხარეს უნდა იყვნენ და ჩვენ რა ჩვენ ხელისუფლების ცვლილების გარეშე და პლუს რაღაცა ერთიან გეგმაზე შეთანხმების გარეშე და მე ალბანური მეთოდი მომწონს მაგალითად ძალიან ამის იქეთ ფიზიკურად შეუძლებელი ამ სასამართლოს გაწვენა თან წლების განმავლობაში შენს ხე ჩართული იქნება და ბევრი რამე გიქნება მოსმენილი პარტიები როგორ კამათობდნენ და მართლა რამხელა შრომით და ოფლით რაღაც დოკუმენტები გაიგეკეთებია და სად არის ახლა დოკუმენტები კაცი შუმ არ იცის იმიტომ რომ თუ რაღაცა მინიმუმ ძალაუფლება რა გაქვს მოსამართლის ეგრე ფიზიკურად ვერ შეცვლი რა კი, თუმცა აუცილებელია აი ეს ცვლილებები სწორედ გეთანხმები ამაში იმისათვის რომ ჩატარდეს ერთი რეფორმა და მეორე ყველა ეს საქმე რომელიც აქ იყო აქ მიმდინარეობს კიდე სისხლი კიდე ადმინისტრაციული უნდა იყოს შესწავლილი შედარებული უფლებრივ სტანდარტებთან ზოგადად და იქ სადაც დარღვევები გამოვლინდება უნდა დადგეს კონკრეტული მოსამართლეების პასუხისგებლობის საკითხიც ხო იმიტომ რომ ისინი იმათ აკისრიათ კონსტიტუციური ვალდებულება განახორციელონ მართლმსაჯულება და ისინი ამ ვალდებულების შესრულებაზე ამბობენ უარს. ეს არის უარი, იმიტომ რომ სწორედ წინასწარ ვიცით, რომელ მოსამართლეს ეწერება საქმე და სხვას არავის, იმიტომ რომ ეს მოსამართლეები არიან ხელმომწერები ყველაფერზე. მე ვხედავთ, რომ აბსოლუტურად უაპელაციოდ კეთებულებების გარეშე ადამიანების უშვებენ თავისუფლების აღკვეთის პირობებში, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ისინი უარს ამბობენ თავის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, არღვევენ თავად არღვევენ და გამომდიან დამღვევები ადამიანის უფლებების და ამ ყველაფერს პასუხისგებლობები მოყვება აუცილებლად. მე მართლა მჯერა ამის რომ პასუხისგებლობების დრო დადგება და ცვლილებების დროც მოვა. ამიტომ წარმატება უსურვოთ ქართულ ხალხს ამ ბრძოლაში, წარმატება უსურვოთ ჩვენ თავებსაც, ჯერჯერობით ჩვენ მე ყოველ შემთხვევაში აკრძალულ პარტიათა ნუსხაში ასაკრძალ პარტიათა ნუსხაში გავდივარ. მეც გამივარ. არ გაუჭირდე. და გავაგრძელოთ ეს ბრძოლა, რომელიც აუცილებლად მივა თავისი გაუტეხლობით და დაუმორჩილებლობით, ასე ვთქვათ, და პრინციპულობით გამარჯვებამდე. თუ რამე გინდა რეპლიკის სახით, ასე ვთქვათ, თქვი, თორე შევიდა უკვე სასამართლოში საქმეები და წასასვლელები ვართ. აი მაგის ჯერა ეხლა რაც თქვი, რაც არ უნდა პესიმისტად იყო რაღაც 1-2 წუთი ან 1 დღე, ყველა ვარიანტში ამას თუ აგრძელებ რას საკეთებ, იმიტომ აგრძელებ რომ სადღაც მაინც გჯერა რომ სამართლიანობა აღდგება რა. ეგ არის მაშინ წავიდეთ, თორე მადლობა სტუმრობისთვის და ასევე დავასრულებ მადლობით ამ ჩართულობისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ჩვენ დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურებთ მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას. უსამართლო სასამართლო. This is where we learn.